იცოდით რომ ქუთაისში კვირილობა უკვე 100-ზე მეტი რაც აღინიშნება. კვირილობა, ანუ ქუთაის ქალაქობა, ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი დღესასწაულია, რომელიც 2 მაისს აღინიშნება. კვირილობა 1911 წლიდან აღინიშნება, როცა ქუთაისში თეთრი კვირილის დღე დაიწყო. გოგონები კვირილებს ხიდნენ, რათა ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ეს ტრადიცია 115 წელია ქუთაისის სიმბოლოა. ისტორიულად კვირილობა ქუთაისის ქუჩებს გაზაფხულის ჯადოქრობად აქცევდა. დღესასწაულები იცვლებოდა ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირი, სადაც ქალაქს ლოცავდნენ. შემდეგ ქუჩებში იმართებოდა სახალხო სეირნობები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და რა თქმა უნდა კვირილებს ყიდნენ. გიმნაზიელი გოგოები კვირილებით ხელში ქველმოქმედებისთვის თანხას აგროვებდნენ. 3 დღის განმავლობაში ისინი კვირილებს ატარებდნენ, რაც ქველმოქმედებაში მონაწილეობის ნიშანი იყო. შეგროვილი თანხა ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა. 1919 წლიდან ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ კვირილობა 60 წლით შეწყდა, მაგრამ 1920 წლებში ქუთაისის ხელმძღვანელობამ ის აღადგინა და მას შემდეგ ყოველდღიურად აღინიშნება. კომენტარებში დაგვიწერეთ, ითხოვეთ თუ არა კვირილობის შესახებ ეს ფაქტი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი.